ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს ალექსანდრე ბასილაიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება ერთნაირად საყვარელი არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის. მსმენელმა განსაკუთრებით შეიყვარა ანსამბლიველის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შექმნილი მიუზიკლები, ისეთი როგორც არის ჩხიკვთა ქორწილი, არგონავტები, ფიროსმანი და სხვა. ეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ბატონ ალექსანდრე ბასილაიას, როგორც დიდ შემოქმედს არაჩვეულებრივ პიროვნებას. სტუდიაში შემოგვიერთდნენ მომღერლები მანანა თოდაძე და დავით აბულაძე. დილა მშვიდობის. მადლობა პირველ რიგში, რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველები, ვინც აჟღერებდა ბატონი ალექსანდრეს აი ამ ფანტასტიურ ნამუშევრებს. ხო, თქვენი ხმით ეცნობოდა მაყურებელი მსმენელი ამ ყველაფერს და პირველი რაც მომინდა რომ მეკითხა, თქვენ აი იმ წლებში როდესაც იქნებოდა ეს ფანტასტიკური ნიმუშები, გრძნობდით თუ არა რაღაცა მნიშვნელოვანს რა ქმნიდით? აი შეგრძნება ქონდა თუ არა ესეთ ახალგაზრდებს ყველას ერთად? არ მგონი არ ქონდა, იცი, ვერ ვაცნობიერებდი. ჩვენ საქმეს რო აკეთებდით უბრალოდ. პირველ რიგში მართლა დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ისე მწყდება გული, სულ აი კვირა არ გავა, დღები არ გავა, რომ არ გავიხსენო. ეს ადამიანი ცოცხალი უნდა ყოფილიყო და ბევრი შედევრები უნდა შეექმნა კიდე. ძალიან სამწუხაროა, რომ ადრე წავიდა. ჩვენთვის იყო აი არ ვიცი, ჩვენთვის დაუვიწყარი ადამიანი და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბასილაიამ შექმნა ვარსკვლავების ანსამბლი. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ყველა წევრი აბსოლუტურად იყო ვარსკვლავი. და აი ზუსტად ბასილაიას კუთხუზის დამსახურება, რომ ჩვენ დღემდე მეგობრობთ ერთმანეთთან, გვასწავლა სიყვარული, მეგობრობა, ძალიან წყნარი, დინჯი ადამიანი იყო და აი იყო მაგალითი მთელი კოლექტივის. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ კოლექტივში უფალმა მომახვედრა და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, მთელი ცხოვრება აქ გავიარე. უნდა აღნიშნო კიდევ რომ მას ჰქონდა აი უდიდესი აი იუმორის გრძნობა. აი თვითონ ხო შეხედავდით ძალიან ესეთი სიყვარული, ხო რა. მაგრამ ისეთი ფარული ის ჰქონდა, აი ნუ ეხლა ყველა მის რეპეტიცია როგორი მძიმეა, სამუშაო ის არ მოწონს იქ რაღაცის სულ დაძაბული და სულ არ არსებობდა რაღაცას იტყოდა, ისეც რაღაცას გააკეთებდა, ისე და ნუ ყველაფერი მოხსნილი იყო. აი რაღაცა აი ეს დიდი ის ქონდა რა, ძალიან დიდი ნიჭი მაგას. აი რეპეტიციებზე შეგვახედეთ, აი როგორი იყო ეს ყველაფერი, აი რამდენ პრეტენზიული იყო თავის თავთან, შემოქმედებით ჯგუფთან, აი ან რაღაც ერთად თუ ცვლიდით რაღაცებს, აი ცნობილი ფრაზები ან რაღაცები თუ იყო ერთად მოფიქრებული, თუ სულ მისი პირველ წყარო იყო ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენდით შემდეგ. ეს უნდა ითქვას თიკ აუცილებლად, რომ მას ყველას ენდობოდა აბსოლუტურად, რომ ესე იგი თუ ვიღაცა რაღაცას ღეროდა და რაღაცას გააკეთებდა, ესე ხო იტყოდა რომ ხო ზნაში ესე იგი ეს არის საჭირო, ესე მოწონს იმას და ნუ მე აუცილებლად აღსანიშნავია ბუთხუზის და ჯემალი ბაღაშვილის ტანდემი. აბა ხო, ნუ აი რო ის ფორიმასთან, ფორტეპიანოსთან ჯემალი თავზე ადგას ესე თქვა არა ის ფრაზა ჯობია რაღაცა და რო უყურებდი პაიქრო და ბოლოს შეთანხმდებოდა ხოლმე და გამოდიოდა ნუ მე ნუ ყველა ნახა რაც გამოვიდა და ერთი მინდა რომ ჩემი თქვა და დავიკვეხნო რა, იმიტომ ალბათ მე მაგის საშუალება აღარ მექნება. 80 წელი იყო ეს და უკვე რამდენიმე ათეული კონცერტი ჩავატარეთ ფილარმონიაში, მაშინ შეუჩერებლივ 127 კონცერტი ვითამაშეთ. ეს ჩხიკვთა ქორწილის. ხო, ჩხიკვთა ქორწილი. სერიები ასე ვთქვათ. აი ხო, შეუჩერებლივ და ყველა ანშლაგი და თან რა ხდებოდა იცით რომ რეკავდნენ რაიონები და ქუთაისიდან, რუსთავიდან, იმიდან, აი მოდიოთ ამდენი ავტობუსი ჩვენ დაწესებულებას თუ რაღაცას უნდა რომ დაესწროს და რაღაცა დაახოდით და აი ესეთი ის ხდება. და ერთხელაც ნუ რა ნუ სულ ყველა ვარ შეკრებილი და გამოაცხადე რომ მეუთხარი მინდა მეთქი პატრიარქი დავპატიჟო კონცერტზე. ეხლა სულ ყველა სახეები წარმოიდგინე რომ ეგეთი რაღაც ჩერესეთი უნდა მიხვიდე და ეს და თანაც ეს სერია გაქანებული და პატრიარქი საესტრადო კონცერტი. რა გინდათ მეუთხარი მე მივალ მეთქი და აუ არ გინდა რაღაცა შენ ვერ ახარო და ნუ კაროჩი წავედი ბევრი რო არ ვილაპარაკ და დავპატიჟე.
გამოგივიდათ ეგ ამბავი. დაესწრო. დაესწრო და მაგრამ რა იყო იცი ვაჩიკო მე ხო არ ვიცოდი ახლა მაშინ რამდენი წლის ნუ როგორ უნდა მოიქცე ხო ეს და ეტიკეტი. აჰო ელემენტარული რა და რო გამოდე დიმიტრიადი და უკაცრავად მეთქი რამდენი მოხვალთ მეთქი და უთხრდა სიცილი ნუ მე მახსოვს ეგ ხო და ნუ რა ვიცი ალბათ 1-5-8 კაცი მოვალ თუ რა და მოვარდი გახარებული ესე და ნუ დორიანი ტიტია ცხონებული ჩვენ დირექტორი მაშინ მე-13 სადაც მთავრობაზე ეს ხოლმე ეს მაშინ გასასვლელში და არ მიცა არავის ეს არც მოსაწვევი არც ბილეთი არ და ეს დატოვა ესე ღიად მაინც რომ 52 კაცი მოვიდა. ვაიმე. 52 და ეტევა იქ 56 იმ რიგში სულ. წევრებში. ხო და მაგრამ რა იყო ახლა აი მანაც კარგად ახსოვს ეს. რომ ხო გუგუნებს დარბაზზე სანამ შესა და უცებ სიჩუმე ჩამოვარდა როგორი იცი და ხო და აბა იმას მონიტორებს უყურებთ რა და შემოვიდა, ნუ შემოვიდა, მაგრამ ყველას ეცვა ეს საპარადო ფორმები, ხო ზოგი წითელი საკანაფა, ზოგი თეთრია, ზოგი შავი, ზოგადად მწვანეც არის და რაღაცა. ესეთი სილამაზე მანა თქვი რა, ეს რა იყო იცი და ხალხი რო ადგა ფეხზე და აში და რაღაც. ჩვენ კონცერტი ვითამაშეთ ყირაზე ვიდექით რა. აი ეს პირველი გაცნობა იყო ჩხიკვთა ქორწილის მსმენელისთვის და მაინტერესებს რა იმასტო არ იყო ხო აი ეს სერიები რასაც ამბობთ. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა რამდენი გალა კონცერტები ქონდა, ჯერ კონცერტები ქონდა და ჩხიკვთა ქორწილი მერე მოგვიანებით დაიდგა რა თქმა უნდა. საქმე იმას შეიწყო რეპეტიციაზე ლაპარაკობდით ის მინდა ბასილაე როგორი მაგარი ადამიანი იყო აი მის სულს ვენაცალე. ესე იგი რეპეტიციაზე რომ მოვიდოდით, გონია რეპეტიცია ქონდა? დაუკრავდა შენ ამას იმღერებ თემო მანჩო შენ ამას იმღერებ შენ ამას და უნდა იმ წუთში იმიტომ რომ ის არ იმას და გაძლევდა საშუალებას აი თავისუფლებას გაძლევდა აი შენ როგორ გესმი შენ როგორ და შეყვრიდა იმაში სტუდიაში რას უწერდით როგორ წერდით დღემდე არ ვიცი და მაშინ ჩაწერა როგორ იყო არ უნდა შეგშლოდა არაფერი ზუსტად უნდა გემღერა ესე ფართო ფირები იყო მაშინ და რაღაცა და ყველა ერთად შედიოდა ხო ყველა ერთად შევდიოდი და მღეროდით და ხან ხმებში მუსიკა და სასწაული ისეთი მაგარი კაცი იყო რაღაცა ძალიან გული მწყდება რომ ჩვენ გვერდში არ არის ნამდვილად ყველას გული მწყდება იმიტომ რომ რაც შეძლო აი მისი ხანმოკლე პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ სიცოცხლის განმავლობაში არის მართლაც უდიდესი განძი და სიმდიდრე ჩვენთვის და რამდენი კიდევ შეეძლო და არ მიეცა ამის საშუალება მართლაც რაღაცაირი ეპოქა გამოვიდა ხო მუსიკალური დიდი თავგადასავლების აი რაღაცა ბროდვეის სტილის აი ბატონმა ჯემალმა წახსენა ნამდვილად გინდა კინო თვალსაზრისით გინდა სასცენო თვალსაზრისით ძალიან დიდი ნიმუშები შეიქმნა და მას მე რამდენი წელი გავიდა და ეს დღემდე კიდე აბსოლუტურად დროს გაუსწრო მაშინდელმა მუსიკალურმა აი პირველივე გაშხერებაზე ხვდებოდით მაყურებლისგან რომ მოახდინა ეფექტი ხო ამან მაშინვე იყო ეს და ეს ცნობილი არ ვიცი არიები და ასე შემდეგ რომელიც დაიბადა იმ პერიოდში ხო გახსოვს თიკა ყველას ეცვა ის გამოდიოდნენ მოგრძალებულები რაღაცა კაბებით იმიტომ მე ამ დროს კომბინიზონი ჩექმებით გამოვარდი სცენაზე და ვიზუალურ მხარესაც იცი რა ვიზუალურ მხარესაც ჩვენ გვაძლევთ მხატვრები ყავდა ჯერ ერთი და მე ძალიან თავისუფლება მქონდა მე თვითონ მიყვარდა სულ რაღაც ნოვატორული რაღაცები ახალ და გამორჩეული და იმ პერიოდში მე მომიწია ძალიან ბევრი გასტროლები საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა ეხა რო უყურებ ხო სწავლობ თანდათან და მინდოდა რომ მე შემომეტანა რაღაცა სიახლე ჩვენს ქართულ ესტრადაზე და უბედნიერესი ადამიანი დღეში სამსამის აი რანაირად აი დღეში 20 დღეში 60 კონცერტი ქუთაისში ჩავატარეთ აი ესეთი რამე ხო ესეთი რამე არ მომხდარა ნამდვილად მართლაც ესია ეს ლეგენდებად ესე ვთქვათ გვახსოვს ჩვენს და გრძელდება პრინციპში ბატონ ჯემალთან ერთად გრძელდება ეს გზა რაღაცა ძალიან ღირსეულად ეს მელოდიები ისე გვიჟღერს და რა თქმა უნდა რადგან თქვენ გვყავხართ სტუმრად და რადგან დღეს ასეთი მნიშვნელოვანი დღეა ბატონი ალექსანდრე ბასილაიას დაბადების დღე გვინდა გთხოვოთ რომ შეგვისრულოთ სიმღერა პირველი ზაქარა ამაზე ბატონი დავითი და
ისევ აი ამ დიდ სიყვარულის, ესე ვთქვათ, მეხსიერებაში გადაგვიტყორცნოთ. სიამოვნებით. მე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ყველასათვის საყვარელი მელოდი. გელოდებით და ჩვენს მაყურებლებს დავემშვიდობებით აი ამ დიდი, ესე ვთქვათ, სიამოვნების ულუფით.